კინოთეატრ რუსთავში ზაზა ურუშაძის ფილმის სამი სახლის პრემიერა გაიმართა. ფილმზე მუშაობა რეჟისორმა 2007 წელს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით დაიწყო. მხატვრულმა სცენარმა ეროვნული კინოცენტრის კონკურსში შაშან გაიმარჯვა და 75%-იანი დაფინანსებაც მიიღო. ფილმი კომედიური ჟანრისაა და მოგვითხრობს ერთი სურათის ისტორიას, რომელმაც რამდენიმე საუკუნის მანძილზე სამ სხვადასხვა სახლში იმოგზაურა. მთავარ როლებს მხატვრულ ფილმში ზურაბ ყიფშიძე, მურმან ჯინორია და ნინო ქორიძე ასრულებენ, თუმცა ამ ფილმში თქვენ სხვა ძალიან ცნობილ ქართულ მსახიობებსაც უხვად შეხვდებით. მომავალში ზაზა ურუშაძე კინოცენტრთან თანამშრომლობას აპირებს და რამდენიმე პროექტის განხორციელებასაც გეგმავს. 16 გადაღება დღე ქონდა სულ, ჩვენ დავიწყეთ ჩარშან გადაღება გაზაფხულზე. გადავიღეთ ორი ნოველა, ანუ ნოველა როგორ ორი ნაწილი, ორი საუკუნე და შემდგომ ხუთი თვე ვიყავდი გაჩერებული და მე უცებ დავამთავრეთ ახლა. სულ მალე იქნება სხვა ფილმებიც და ეს არის დღევანდელი ქართული კინოს ხელმეორედ დაბადება თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის მერე ამგვარი გეგმაზომიური განვითარება ქართულ ფილმს არ ჰქონია. ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი პატარა ვირტუოზები